ღმერთის სამშობლო ადამიანი. ამ სახელწოდების ღონისძიება თბილისის 72 საჯარო სკოლაში გაიმართა. საღამო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავი აღინიშნება. ღონისძიება ამ თარიღის აღსანიშნავად ჩატარდა. შემოქმედებით საღამოში მონაწილეობა მიიღეს თბილისის 72 საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებმა და ღირებულებითი განათლების კლუბის წევრებმა. შეგახსენებთ, რომ პროექტი ღირებულებითი განათლება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ამ დროისთვის პროექტში 4400-მდე მოსწავლეა ჩართული. პროექტის ფარგლებში სკოლებში დაფუძნებულია ღირებულებითი განათლების კლუბები. ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ცხოვრებაზე, მოღვაწეობასა და მის უდიდეს ღვაწლზე ისაუბრეს. შესრულდა საგალობლები. მე აქ წარმოვადგენ ღირებულებით განათლების კლუბს, რომელიც შეიქმნა საპატრიარქოს, კერძოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და განათლების სამინისტროს რესურს ცენტრის მჭიდრო თანამშრომლობით და ძალისხმევით. მოგეხსენებათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აღვნიშნეთ 1700 წლის თავი, საქართველოს ეკლესია არის სამოციქულო ეკლესია და გაცილებით ადრე დაარსდა ჩვენთან მართლმადიდებლობა და გავრცელდა. თუმცა ეს გარკვეული მიზეზების გამო ისევ ძალას იკრებდა წარმართობა და გახდა საჭირო ღვთისმშობლის ძალისხმევით, რომ წმინდა ნინოს მეუხებით საქართველოში ხელახლა გავრცელდა ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა და აი სწორად ეს აღინიშნა დღეს. დღეს უფროს კლასელებთან ერთად ჩვენი კლუბის წევრებიც იღებდნენ მონაწილეობას აღნიშნულ ღონისძიებაში და ძალიან კარგად გაართვეს ბავშვებმა თავი, არ არის ადვილი, რომ აი საქართველოს ეკლესიის ისტორია მოკლე პერიოდში წარმოაჩინო და არ გამოგჩეს ეს მრავალი ღირსშესანიშნავი მოვლენა თუ ის წმინდანები, რომელთაც დიდი როლი მიუძღვით საქართველოს ეკლესიის წარმატებაში და აღორძინებაში და აი დღეს ჩვენმა მოსწავლეებმა კარგად გაარქვეს თავი და იყო წარმოჩენილი სრულიად სისავსით ჩვენი ეკლესიის როლი საქართველოს ისტორიაში. აუცილებლად უნდა აღვნიშნო თვითონ სკოლის დამოკიდებულება, დირექცია, მასწავლებლები, პედაგოგები, აი ეს ერთსულოვნება, რომელიც სუფევს ამ სკოლაში, სწორედ არის აი მისი საფუძველი, რომ ეს წარმოდგენა დღევანდელი იყო აი ასეთი ნამდვილად ღირსშესანიშნავი. მადლობა მინდა გადაუხადო სკოლის დირექციას, მასწავლებლებს, პედაგოგებს და იმ ახალგაზრდებს, რომელთაც აი ესე პროფესიონალურად მაღალ დონეზე წარმოადგენს დღევანდელი ღონისძიება. ამ ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც ზოგადად სკოლის მოსწავლეები, ასევე ღირებულებითი განათლების კლუბის მოსწავლეები. ანუ აი თქვენ რასაც ხედავთ, გაფორმებები, ნახატები, ესეები, გამოფენები მოწყობილი აი ამ ბავშვების ღირებულებითი განათლების კლუბის და ეს ღონისძიება აი ამ თემატიკაზე ასე ვთქვათ აგებული რა. ზოგადად ქრისტიანობას რა მნიშვნელობა ქონდა საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის, გადარჩენისთვის და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა უწმინდესის ხსოვნას ვუძღვნით. ზოგადად ღირებულებით განათლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მინდა გითხრათ, რომ ერთი ჯგუფი შეიქმნა პირველად და შემდეგ იმდენად დიდი იყო სურვილი მოსწავლეების, რომ მეორე ჯგუფი წელსვე, ასე ვთქვათ, დაემატა. ღირებულებითი განათლების კლუბი ჩვენ სკოლაში ფაქტიურად რამოდენიმე თვეა, რაც
დაიწყო შეხვედრები. გვყავს არაჩვეულებრივი სასულიერო პირი, მამა ირაკლი. ბავშვები აქტიურად არიან ჩართულნი. წელს 2 ჯგუფი გვყავს და სექტემბრიდან იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი ჯგუფების გაიხსნება. დღეს ღონისძიება ჩატარდა საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის თავთან დაკავშირებით და მე წარვადგინე ზვიადგამსახურდიას ლექსი ქრისტეს შობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მამა ირაკლის, რომელიც ბავშვებს გვეხმარება სწორი აზროვნების ჩამოყალიბებაში და უფრო ჩვენ თავის უკეთ გაცნობაში. დღევანდელი ღონისძიების რელიგიური ლიტერატურული კომპოზიციის სახელწოდება იყო ღმერთი სამშობლო ადამიანი და რა თქმა უნდა სახელიდან გამომდინარეც უდიდესი ნაწილი ეძღვნებოდა ჩვენი პატრიარქის ილიამ მეორის ხსოვნას, მის მოღვაწეობას და გავიხსენეთ მისი ღვაწლი ერის და ეკლესიის მიმართ, მისი ბიოგრაფია, მისი ახალგაზრდობა, სხვადასხვა ადამიანები როგორ აფასებდნენ მის ღვაწლს და დღევანდელი დღე შედგა, დღევანდელი დღე გვემახსოვრება ყველა მონაწილეს, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ცხოვრების განმავლობაში. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა. ნამუშევრები ღირებულებითი განათლების კლუბის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს მიუძღვნეს. ღმერთი სამშობლო ადამიანი. ამ თემაზე შექმნილი ესეები ღირებულებითი განათლების კლუბის წევრებმა წარმოადგინეს.